სიატლის საერთო საცხოვრებელი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. თქვენი ხმა ახლა იმყოფება საჩიტოში, წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ამ წამს ვართ ჩემი სახლის ეზოში და დღეს გადავწყვიტე ჩემი პირველი სტუმარი იყოს ბებია ჩემი. როგორ ხარ ბებო პირველ რიგში? კარგად. როგორ გაბედნიერებს შვილიშვილის სტუმრობა სახლში? აი ამ შვილიშვილების ბედნიერებისთვის ვარ აქ მარტო მე სახლში. როგორია სოფელში ცხოვრება? სოფელში ცხოვრება თუ ვინმე ყავს გვერდით დამყარე ძალიან კარგია. თუ ახლა ჩემსავით მარტო ხარ დარჩენი ძნელია აქ ცხოვრება. მაგრამ ყველაფერს უმკლავდები. ბევრი ცხოვრობს თქვენსავით მარტო ამ სოფელში? თითქმის. რატო ცხოვრობენ მარტო რატო დარჩნენ? რატო დარჩენ და სამუშაო არაფერი არ არის ბებო, რა ადგები ახლა დილით რაიმე ოჯახში ხო უნდა შემოიტანო რაღაცა, საიდან შემოიტანა მას, ნახე ტყის მეტი არაფერი არა და ყველა გაქცეულია. ბაბა რო გარდაიცვალა რამდენი წლის იყავი, რა ასაკში დაქრივდი? 36 წლის. რთული არ იყო ამ მაინც პატარა ასაკი 36 წლის ასაკში რო ქრივდები? რთული იყო ძალიან, მაგრამ იმა ხელს მიწყობდა ეს ჩემი დედამთილი. მარტო დედამთილთან ერთად რამდენი წელი ცხოვრე? რამდენი წელი ვიცხოვრე და 68-ის შემდეგ. დღეს კიდე გული მწყდება მაგალითად. რაც დაიბადა მის შემდეგ შრომობდა. ბაბუა სიკვდილი არ იყო მარტივი. გალში იყო იწასული და ეს ბიჭები წაყვანილი რო ყავდა, ესეც კიდევ ვიცოდი. მაშინ იმ დროს ახლა 87-ში სიკვდილი სულ სხვანაირი იყო. დღეს კი სულ სხვანაირია. რატო რა განსხვავება? რა განსხვავებოდა? მაშინ მთელი სოფელი გლოვობდა. ვინმე რომ მოკდებოდა. აი ტელევიზორს არ თავდით. ახლა აგერ გვდარია, აგერ ტელევიზორია. მე სულ შავებში, სულ იმაში სატნაზე ძაღდნენ და იმაში ვიყავით ჩასული. ახლა სადა სულ არ იყიდება. ახლა ჩვეულებრივად. რამდენი წელია მარტო რო ცხოვრობ თქვენ აქ? რაიმე ხელშეწყობა თუ გაქვთ სოფელში? არა. რა ხელშეწყობა? ყურადღებას თუ გაქცევთ ან გამგებელი ან კი, ახლა რო გამგებელია ძალიან კაი ყურადღებას მაქვს, ასე რაღაცა რომ მოხდეს აქ, რო დაურეკავი მწუწე მოვა. პენსია ყოფნით? არა, პენსია რა ყოფნის? ეს ძროხა საჭამე, ქათამ საჭამე, კატა საჭამე, ძაღ საჭამე. და რას ყოფნის? მე მაშინ რო წავალ პენსიაზე, მარაგს ვიკეთებ. თვიდან თვემდე. აქ არაფერი არაა. ავტობუსი დადის აქ? კი დადის, დილის 10 წუთი რო აკლია ისე გაივლის ამაზე და წალენჯიხაში პირველ საათზე გადმოვა და 2:30-ზე სახლში ვარ. მისი ხარჯებით დადის ეს ტრანსპორტია აქ თუ გამოყოფილი აქ? არა, არაფერი არაა გამოყოფილი. თვითონ თავისი ხარჯით, თვითონ. მართლა ძალიან პატარა ვიყავი ამ გზაზე რო წუნებდა ხალხი და მე მახსოვს ხელმოწერებსაც აგროვებდნენ და რამდენჯერ გაუგზავნეს დაიბარებს რატო ვერ დაადგა საშველი ამ გზას. ახლა კიდო დაქონდათ ხელმოწერები ლანას, ალიონას. ხო და ხელმოწერები რო შეაგვრის 2027 წელს უეჭოლად იქნება. იმედი გაქვთ გზასო დააგებენ? მე მგონი გააკეთებენ 27-ში. ვიცი. შეპირებულები არიან, ხო? ნახე ჩვენი გზა რას გავს. ზამთარში ბოძები ჩამოვარდა აქ ჩვენთან. ჩვენთან კი არა. თლიანად და სახალწოდ მაგალითად უშუქოდ ვიყავით. ახალწე შუქი არ ქონდა. ზაფხულობით ჩამოდიან სოფელში? კი, ყველა ოჯახში. მე უფრო მეტად მინდა გაიხსენო ბებია, დიდი ბებია, შენი დედამთილი. რაც მარტო დარჩით ქალები ამ ოჯახში და თქვენი ყავით თავი ამ ოჯახის. რა ურთიერთობა გქონდათ? რო დავწებოდით, ბებია იწვა ქვედა ოთახში. მე ვიწვი ზევი და იქიდან დამიძახებდა. დღეს რო ავდგებით ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ. არასოდეს არ წავჩხობებულ ვართ, არასოდეს. და ძალიან სტუმართ მოყარე იყო. ჯახვისთვის კაი იყო და თქვენთვის კიდევ კარგი იყო. დედამთილია, მაგრამ როგორც დედა ისე მეყვარდა. ბებია საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. 89 წელი. და რაღაც იმ შეგრძნებით ვიყავით ყველა, რომ რაღაცა თითქოს მის სიკვდილს მიუხედავად მისი ასაკისა არ ველოდით. შენ როგორ შეეგუე და როგორ მიიღე მისი სიკვდილი? გული
მართლა გული იმაზე მწყდება, იმას ის რო კვდებოდა, იქ რო ყოფილ ვიყავი რაიმეს თქმა უნდოდა. შეიძლება რაღაცა რო ეთქვა ჩემზე, მაგრამ მე ხო მკვდარი ვნახე. თაკოროს აქციებზეა და სულ რა ვიცი, სულ აქციებზე ამას ეს უნდა. იაროს. და რას ფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც მან დადის და ტელევიზორიდან რო უყურებ რა შეგრძნება გაქვს? რა შეგრძნება და უკეთესი ცხოვრება გვინდა ბებო. აი იმიტომ იბრძვით თქვენ. აი იმიტომ. სადა ცხოვრება სადა გვაქვს? აი ნახე რამდენი ხანია როზე ხარ და ერთ მანქანამ გამოიარა? სულ ჩაკეტილი ვართ, ციხეში ჩვენ ვართ. იმდენი იბრძოლა. სვიადი, მერაები. ამას მიაღწიეს დამოუკიდებლობას. რაფერი არა და დაინგრა ქვეყანა, ახლა ჩემი ასაკის ახლა ვინც არის ჩემი ასაკის 77 78 წლის იმას არაფერი არ უნახია 92-ში ხო გადმოყარეს ხალხი აქეთ არ სამსახური არც არაფერი პური არ იყო ხალხი მჭადით იყო ჩვენ კი გქონდა პური ტოტოს მოკონდა ხო და მე აქ რამდენი გამოივლიდა ტოლვილი ისეთი კარგი ხალხი, ისეთი კაი ოჯახები დატოვეს და აი იმას შემოდგომის თვე იყო, ხან ქონდა სიმინდი მოხარშული, ხან ქონდა მკვახი, ხან ისა პური დაყველი და იქ რო დაждდებოდა იმას ბებია შენი დიდი ბებია იმას მიაწოდებდა. მომიყევი შენი ერთი დღე. პირველ რიგში საზროხესთან მიდვა. ვაჩვენ ამას საზროხე, ჩემი კიდო რა გაწყრიალებული მაქვს. იქ საზროხესთან შევალ, იმ პატარა ბოჩოლას საჭმელს ვაჭმევ, მერე იმ ძროხას შემოვიყვან, იმას მოუწველი, იმას დავაყენებ, ამოვიღებ ყველს. აი ყველი რო ამოვიღე, იმით იყო ის ელარჯი რო გაგიკეთე. და თომას ტახმას ჭამეთ. მერე ქათმებთან მივალ, მერე ამას მოულა უნდა ბებო, ეს ეგრე ხო არ არის. ბებო, ძროხა ყოველთვის იქნება, შენ არ იქნები, წამო ჩემთან იცხოვრე. არა, არ დავკარგავ ამას, დავკარგო ეს. რამდენი რამ გააკეთა შაქრომ 44 წლის ასაკში რა არ მოასწრო. ბაბუა. ო, ბაბუა, შენ ბაბუა. აქ რაცა გააკეთებული ეს გარაბადები, ყველა თავის გააკეთებულია, მერე გარაჯი გააკეთა. მერე ყოველ წელს ახალ მანქანას ყიდულობდა. ერთი მანქანას რო იყიდი და წელს და რაღაცა რო იყო მეორე წელს გასაკეთებელი, იმას გაყიდი და ახალ ზაკეთ ჩამოიყვანდა. დაქრუების მერე გათხოვებაზე არ გიფიქრია? ახ არა, ცხოვრებაში არა. არა. აი გიორგის სულს გეფიცები, ალეც გერაგადა დღას არასოდეს. მეგრელები ჩამოვედით სამეგრელოში, ჩვენი პირველი გაჩერება კი სოფელი საჩინოა. მოგიყვებით რა ხდება საჩინოში, როგორ ცხოვრობენ აქ და როგორია მათი ყოველდღიურობა. ილევენო აკაზოს. ახტება საჩინოში როგორი აქ ცხოვრება და რა პრობლემებს აწყდებით ძირითადად? მაგრამ ერთად რომ სამუშაო არ არის მეტი არაფერი. ახლა რაც რა ვიცი, მუშაობ ფილიში ვარ და საქმებული. დანარჩენ რაიონში არაფერი. აქ არ არის ხო სამუშაოები? შემოსავლის წყარო რა არის აქ ძირითადად? თხილია შემოსავლები არაფერი. ხელშეწყობა გაქვთ რაიმე? არა, თვითონ რაღაც თუ გავაკეთო არაფერი დანარჩენი. თვითონ რასაც ვაკეთებ შენი ძალებით. და რითი უნდა ირჩინოს აქ კაცმა თავი ის თუ სამუშაო პირობები არ არის? არა, ვერაფერი ვერ ირჩენ თავს. აი მაგათ თხილით ვერ ირჩენ თავს. ახლა წელიწადში ერთხელ მოდის და მაგი მთელი წელი ცხოვრება ვერ იქნება. პენსიონერი ყავთ ოჯახში ვინმე? დედაჩემი. ყოფნის პენსია? კი, მე ვეხმარებით აი შე. და პენსიაში არ ყოფნის, ხო? არა, ახლა არ ყოფნის. აი ან წამლებზე რამეზე თუ აქ შეღავათი ან დახმარებას კი, რაღაცას აძლევ. კი, როგორ არა, კი. აძლევ, კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა დიდი. გაიხარ. ჯგირობუა, ვაჯგირო. სამუშაო აქ არ არის. თბილისი ან ზევით, ზემო სვანეთში აქ არა, არანაირი. სახში კი ახლა ჩვენ საქმეს ნათუ გავაკეთებ, თორე იცლება სოფელი ამის გამო? კი. და ძირითადად ევროპა, თურქეთი. თუ მოდიან და ყურადღებას თუ გაქცევენ ან თუ გეხმარებიან? არა.
ვინ მოგაქცევს აქ აყურადღებას არც ფაბრიკები არც კომუნისტობის დროს ჩაი იყო ზედა საჩინოში ყველა ოჯახი დადიოდა ოჯახიდან მინიმუმ ერთი მაინც რუსთაველის პროტესტ თუ ადევნებ თვალყურს კი ასაშვებია ემსავრობა აიხარეთ, მადლობა. ჭირა როგორ ცხოვრობთ აქ ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ ადამიანები, ყველაფერი გაჭირდა. უჭირ ცხოვრება. დახმარება არის რამე გეხმარებიან არაფერი. და აი პენსია თუ გაგვდო თუ ყოფნით პენსია რა ყოფნის? გამგებელი ან ვინმე თუ მოდის თქვენთან თუ გეკითხება თქვენ არაფერს გეხმარებათ არაფერს არ გეკითხება. აი თავს რითი ირჩენთ აქ აი რა არის თქვენი შემოსავალი რაღაცა ფიზიკურად მუშაობს 74 წლის კაცი. ჩემი ხონია და ჯანი. არაბის იმედი არ მაქვს. ატო ძენი ჯანმრთელობა და მუშაობ. როგორ უნდა შეიცვალოს ალბათ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მე ველი ახლა სიგდის და всё. 1-4 წელი მოვდები და ასე ეცხოვრობს იმათ. ჯარი გწერიათ შილობა არ არის, მაგრამ უკვე მაგ სტადიაში გადადის საჩინოში ცხოვრება ისეთივეა როგორიც საერთოდ საქართველოში. არაფერი განსხვავებული არ არის. არაფრით არ არიან კმაყოფილები. მე მგონი ნორმალური ადამიანი კმაყოფილი არ შეიძლება იყოს. რა პირობების გათვალისწინებით? ელემენტური საყოფა ცხოვრება და დასაქმება თუ არის სოფელში? არა, რა თქმა უნდა არ არის დასაქმება. ყველა არის ეს ვიწრო ეზოში და მამულში. ადგილობრივ ხელისუფლებას არც ძალიან ამისთვის იმდენი ისა პრობლემა და პასუხი კითხვაზე გასაცემი. ცემენ მე ამ პასუხებს? არა, რა თქმა უნდა ვერ სემენ, თორემ იმიტომ კი არა რომ არ სემენ. ვერ სემენ, არ არის აქ ამის პირობები. საერთოდ საქართველოში. სოფლის მეურნეობა თუ გაქვთ? კი, რასაც წვდებით, მაგრამ ზოგჯერ ისიც პრობლემა ხდება. ამინდობამ შევიშალა ხელი და ნახოთ აბა როგორ გავიტან წლის ბოლომდე. მეტი სხვა ეს არ მთავარი, აი ლოკმაპორისთვის პროფესიით ვიმბრძანდებით? პროფესიით მე ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ასე მე ვქვა ერთ დროს, მაგრამ ახლა სახში ვარ, პენსიონერი ვარ. დიდი ხანია სკოლა დატოვეთ? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხანია. ძალიან დიდი ხანია. საქართველოში მასწავლებლის პროფესია თუ არის დაფასებული თქვენი აზრით სათანადოდ? რა თქმა უნდა, არც მასწავლებლის არის დაფასებული და არც სხვა პროფესიისა. ვერ ფასდება. მე ზედმეტია მას ლაპარაკი. ახლა თქვენ გიმუშავებთ მასწავლებლად? მე დამრიგებელი მყოფილვარ. ხო, კი. კარგია. ისე იგი თქვენთვის არ არის უცხო ეს სამყარო და გვილია. ხო. გორი აქ ცხოვრება პრობლემები არ არის სოფელში ცხინვალე ცხოვრებაა. სამსახური არის ყველაფერი კი რაცო, შენივრად. ხელშეწყობა თუ არის? კი, ყველაფრიანად. ანუ ის 5 მილიონი რო შეპირდნენ სოფლებს მოვიდა ამ სოფელშიც ალბათ მოვიდა, რადგან სოფელი ყვავის. გზა დაგებულია ვნახეთ ხო, ოღონდ ის არ გააკეთეს რა სანიაღრო ცოტა სანიაღროა დარჩენილი, ხო? ხო რა. გავაკეთებთო სანიაღროებსო? არ ვიცი თუ ფული მორჩეთ რა. ხო, 5 მილიონში ვერ ჩაატო გზასაც და ხო რა, სანიაღროებსაც. ეთყობა ვერ ჩაედია. სხვა რა ხდება, თქვენ პენსიონერ ბრძანდებით? დიახ. ყოფნით პენსია? რა თქმა უნდა. ეს 20 ლარი რო დაემატა ახლა პენსიას, იქონია ხო რა, გავლენა. ხო იცი, თუთაშიაში რო არის. პენსიას უნდა იყოს ადამიანი და არა პენსია ადამიანს. იქ ხელფასზეა, მაგრამ მაინც. აი სამუშაო პირობები თუ არის? რავი, სამუშაო პირობები ახლა სოფელში, რავი, შენთვის ახლა თუ იმუშავე, ერთადერთი რა თხილი გვაქვს. აი მაღაზია თუ იმუშავებ, ყველას აქვს. თხილის სეზონი რო გადადის, რა არის აქ თავარი შემოსავალი, რითი ირჩენენ თავს? ანუ თხილის შემოსავალი, როგორც ახლა ახალგაზრდა ბიჭები ან თბილისში სამსახური აქეთ იქით. გაიხარე, კარგად იყავი რა წარმატებები. არა, მადლობა, ძმაო, გაიხარე, დიდი მადლობა. რა ხდება საჩინოში, რა ამბებია? კარგი ამბავი არის. სუდი არაფერი არ ვინახავ.
როგორია საჩინოში ცხოვრება და თუ რამე პრობლემებს თუ აწყდებით აქ? არა, პრობლემები ბევრი არ არის, მაგრამ თუ არ იმუშავებ, ყოველ არის სამუშაო პირობები? ვის შეუძლია მუშაობა, პირობების მეტი რა არის? თქვენ პენსიონერი ზანდებით? კი. ყოფნით თქვენი პენსია? ეხლა პენსია კი არა, თვეში რომ მოგცენ 1500 ჯარი არ ყოფნის გას. ხო არა, საჭიროების მიხედვით თუ არა, თავს ვირჩენთ. რა და საქმების პერსპექტივაა საჩინოში? ჩინოზე არაფერი არ არის, აგან და საქმე. ხარეთ, ბედნიერად.